იმედისდროა განაგრძობს პირდაპირ ეთერში მუშაობას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სოლიდარობის ფონდი შეიქმნა, რომელიც ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანების დიაგნოსტიკითა და მკურნალობით არის დაკავებული. ამ ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ ჯაშია ჩვენი სტუმარი. მარიამ, დიდი მადლობა რომ გამონახეთ რა დამოხვედით. რა პერიოდია რაც ფონდმა დაიწყო მუშაობა და რატო დადგა დღის ეს რიგში, რომ ასეთი ორგანიზაცია შექმნილიყო, რომელიც თანხების მობილიზებას მოახდენდა? თავისთავად სოლიდარობის ფონდის ინიციატივის გაჟღერება მოხდა 1 ივნისს პრემიერ-მინისტრის მიერ, როდესაც გაჟღერდა სურვილი სახელმწიფოსი, რომ სისტემურად მომხდარიყო გადაწყვეტილება ბავშვთა დაავადებების დიაგნოსტიკის და მკურნალობის ის ძვირადღირებული მკურნალობა, რომელიც დღეს სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებს გარეთ კვლავ რჩება. მუშაობა მიმდინარეობდა პროექტზე რამოდენიმე თვის მანძილზე. ივნისში მოხდა ოფიციალური პროცესის დაწყება, ხოლო ფონდმა ფუნქციონირება 25 აგვისტოს დაიწყო, როდესაც ჩვენ დავიწყეთ 18 წლამდე ასაკის სოლიდური სიმსივნების მქონე ბავშვთა დიაგნოსტიკის და მკურნალობის თანადაფინანსება. 15 ბავშვი უკვე დაფინანსდა დღევანდელი მდგომარეობით 30 სექტემბრის მონაცემებით, მათ შორის 4 ბავშვის თანადაფინანსება მოხდა საზღვარგარეთ დიაგნოსტიკის. დაფინანსება თანამონაწილეობას გულისხმობს, სრულ დაფინანსებას მოიცავს. არა, ჩვენ რა თქმა უნდა არ ვაკეთებთ დუბლირებას სახელმწიფო დაფინანსების, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსების, ან ეგრეთ წოდებული რეფერალური კომისიის დაფინანსების, ან ადგილობრივი მერიის სამსახურების დაფინანსების შემდგომ ის ფინანსური დეფიციტი, რომელიც რჩება ოჯახს, აუცილებელი დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის პრაქტიკულად მთლიანად იფარება. დღემდე 15 აპლიკაცია იყო შემოსული 18 წლამდე სოლიდური სიმსივნების მქონე ბავშვების და 15-ვე დაფინანსდა. მაგრამ ასევე ძალიან გვიხარია, რომ მოგვეცა საშუალება საჯარო სექტორის ძალიან აქტიური ჩართულობით, ასევე ალბათ გახსოვთ 19 სექტემბერს 500,000 ლარიანი დონაცია განხორციელდა თურქული კომპანია მეტროტიკარის მიერ და ამ დონაციებმა ერთობლივად მოგვცა საშუალება, რომ ჩვენ გავზარდეთ ასაკობრივი სპექტრი და დღეისთვის 21 წლის ასაკის ჩათვლით ნებისმიერი ტიპის ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკის და მკურნალობის თანადაფინანსებას ფონდი უკვე უზრუნველყოფს. ანუ ასაკი გარკვეულწილად მაინც შეზღუდულია. ამ ეტაპზე 21 წლამდე ასაკი არის, 21 წლის ასაკის ჩათვლით არის ის სპექტრი, რომლის ფინანსური რესურსების საშუალება ფონდს აქვს გარანტირებული. ფონდის მუშაობის ძირითადი პრინციპი არის პროგნოზირებადი ყოველთვიური დაფინანსება და სწორედ ამ ფინანსური პროექტირებიდან გამომდინარე ჩვენ საზღვრავთ რა კატეგორიის, ესე ვთქვათ, ბენეფიციართა ჩართვა შეგვიძლია. დღეისთვის 21 წლის ასაკის ჩათვლით არის, ეს არის როგორც ეპიდემიოლოგიური კუთხით გამართლებული ასაკი, ასევე 21 წლის ასაკის ჩათვლით ახალგაზრდები აგრძელებენ პედიატრიული, ესე ვთქვათ, სტანდარტებით დიაგნოსტიკას და მკურნალობას, ხოლო 18 წლის ასაკის ზემოთ მოგეხსენებათ, რომ დაფინანსება, ვთქვათ, იცვლება. ამდენად ეს კრიტიკული ასაკი, რომელიც ყველაზე ძიმე ფინანსურ ტვირთად აწყობოდა ხოლმე პაციენტს, ოჯახს და ეს თემა საქართველოში შეიძლება იყოს უკვე ჩათვლილი გადაჭრილად. ვის როგორ უნდა მოგმართოთ ადამიანმა, რომელსაც თქვა აწუხებს ონკოლოგიური პრობლემა, რაღაცა ეჭვები აქვს და სჭირდება რომ დიაგნოსტირება მოხდეს. აი ვინ აფასებს თვითონ პაციენტის მდგომარეობას? ნებისმიერ შემთხვევაში ფონდში მომართვა ხდება დიაგნოზის დაზუსტების, ანუ დაზუსტებული დიაგნოზის შემდგომ. ანუ თავად აპლიკაცია ფონდში მომართვის მოიცავს ჯანმრთელობის ცნობას ფორმა ნომერი 100, სადაც არის განსაზღვრული უკვე ონკოლოგიური დაავადება და ასევე განსაზღვრული რეკომენდირებული როგორც სადიაგნოსტიკო დამატებითი, ასევე სამკურნალო ღონისძიებები. ამასთან უნდა ერთვოდეს ცნობები ჯანდაცვის სამინისტროდან და ადგილობრივი, თქვათ, მუნიციპალიტეტის სამსახურებიდან, რა თანადაფინანსება უკვე აქვს უზრუნველყოფილი პაციენტს, რომ შემდგომ მოხდეს ამ დეფიციტის, ესე ვთქვათ, შევსება. ნებისმიერი შემთხვევა ექიმ ექსპერტთა მიერ იხილება, ფონდს ყავს ექიმ ექსპერტთა სია და გარდა ამისა, ფონდის ოპერირება ხდება უწყებათა შორის სამეთვალყურეო საბჭოს ფარგლებში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს და სამთავრობო და კერძო სექტორის წამყვანი, ესე ვთქვათ, ხელმძღვანელი პირები მონაწილეობენ. მსოფლიო ბანკი, გაერო და შეერთებული შტატების საელჩო ასევე დამკვირვებლის სტატუსში ყავს როგორც სამეთვალყურეო საბჭოში, ასევე კომისიაში. კომისიური და ექსპერტული განხილვებით ხდება თითოეული შემთხვევის, ასე ვთქვათ, შეჯერება. რაც შეეხება განაცხადის ფორმას,
განცხადებებს ვიღებთ როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მოქალაქეთა მისაღების საშუალებით, კანცელერიის საშუალებით, ასევე დღის ფონდი ვიდრე თქვათ ვებგვერდი ამოქმედდება სულ უახლოეს თქვათ 2 კვირის პერიოდში ჩვენ მუშაობთ Facebook-ის ოფიციალური გვერდის საშუალებით ქართულად საძიებო სივრცეში შეგიძლიათ აკრიფოთ სოლიდარობა და იქ ყველა ძირითადი კითხვა-პასუხი ასევე განცხადების ფორმები როგორც ონლაინ ასევე თქვათ ბეჭდური სახით შეუძლიათ ამოიღონ და ანუ ამის საშუალება უკვე 2 კვირაში დაინტერესებული Facebook-ზე არსებობს დღეს შეგვიძლია როგორც იმეილის საშუალებით მივიღოთ განცხადებები, ასევე თქვათ უშუალოდ განაცხადის ფორმის შემოტანა შეუძლიათ თავის. მაგრამ აი ფინანსები ვახსენეთ, მე უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ თვითონ ფონდის მუშაობის შესახებ, აი საიდან ხდება ამ თანხების მობილიზება და მაყურებელსაც რა უთხრათ, აი იმ სურვილებს ვის შეუძლია ფონდში მონაწილეობა? თავად ფონდის დაფინანსების წყარო არის მრავლობითი. ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული ინოვაციური დაფინანსების მექანიზმების სტრუქტურა, როდესაც ხდება მცირე დონაციებით, ანუ მცირე ქველმოქმედებით საკმაოდ სერიოზული რესურსების აკუმულირება. საქართველოს სოლიდარობის ფონდი თავის მხრივ ეყრდნობა საერთაშორისო პროგრამების გამოცდილებას და სხვადასხვა სოლიდარობის ფონდის პროექტების გამოცდილებებს ევროპის ქვეყნებში და სხვა ქვეყნებში. და დღეისთვის შეჯერებული გვაქვს 6 ძირითადი დაფინანსების წყარო. პირველი ეს არის ფორმალურ სექტორში დასაქმებული, ანუ მათ ვისაც ყოველთვიურად ერიცხებათ ხელფასი, სწორედ ამ მოქალაქეების მხრიდან ნებაყოფლობითი მცირე დონაციები შეიძლება იყოს ყოველთვიურად ლარიდან დაწყებული ნებისმიერი თანხა სურვილის და თქვათ მზაობის მიხედვით. და ამ კუთხით ჩვენ გვაქვს როგორც სტანდარტული ფორმები, რომელიც შეუძლიათ შეავსონ და გადასცენ ნებისმიერი დაწესებულების ფინანსურ დეპარტამენტებს. გარდა ამისა, ლიბერტი ბანკთან მემორანდუმის ფარგლებში ჩვენ გააქტიურებული გვაქვს ეგრეთ წოდებული ავტომატური გადარიცხვების სერვისი, როდესაც ერთჯერადი განცხადებით ყოველთვიურად გარანტირებული აქვს თუნდაც ლარი, ან თქვენ ნებისმიერი სხვა თანხა. ნებისმიერი მოქალაქე შეუძლია ყოფ, ნებისმიერი მოქალაქე შეუძლია რომ მიიღოს მონაწილეობა. დღეისთვის მობილიზებული თანხარის საშუალებას იძლევა. დღეისთვის 170 რაც არსებობს, ხო ეს ფონდი, ანუ რა თანხის აკუმულირება მოხდა? ყოველთვიურად უკვე გვაქვს გარანტირებული 200,000 ლარის დაფინანსება, 161 საჯარო უწყების 34,177 თანამშრომელი გვაქვს ჩართული. სწორედ გუშინ ჩვენ Facebook-ზე განვათავსეთ ჩვენი პერიოდული ანგარიში და პირველი სოლიდარობის რეიტინგები, სადაც ასევე არის ესე თქვა განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით იმ უწყებებს, სადაც მაქსიმალურად მაღალია ჩართულობა, თქვა საშუალო დონაციების მიხედვით, როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების უწყებების წარმომადგენლებს. გარდა ამისა, კერძო სექტორი გვერდება ძალიან ინტენსიურად. ჩვენ უკვე გავაფორმეთ მემორანდუმები საქართველოს ბანკთან, ლიბერტის ბანკთან, მარჯანიშვილის თეატრთან ზუსტად 2 დღის წინ გაფორმდა ხელშეკრულება, თითეული ბილეთიდან 10 თეთრი იქნება გადმორიცხული სოლიდარობის ფონდში. თქვენს შეკითხვას რომ ბოლომდე უპასუხოთ თათა საჯარო სექტორიდან ყოველთვიური ხელფასების გარდა 5 დამატებითი წყარო არის. ეს არის საბანკო გადარიცხვებზე ასოცირებული მცირე დონაციები, ავიაბილეთების შეძენის დროს, კინოთეატრის ბილეთების შეძენის დროს, სასტუმროებში, ესე ვთქვათ, სასტუმროს გადასახადის გადახდასთან ასოცირებული მცირე დონაციები და რეკლამის განთავსების დროს, ანუ ყველა ფუფუნებითი სერვისი, რომელიც თქვათ, ბევრისთვის არის ხელმისაწვდომი და პრაქტიკულად მცირე დონაცია, რომელიც შეიძლება რომ გათვალისწინებული იყოს აი მსგავსი სერვისების მიღების დროს. მთავარი პრინციპი არის სურვილი, რომ ჩავერთოთ ამ ფონდში, მეტი არაფერი, თორე გზა ძალიან ბევრია. და ფონდის მხრივ, რა თქმა უნდა, მუდმივი ანგარიშის ჩაბარება საზოგადოების წინაშე და მაქსიმალური გამჭვირვალობა, რაც არის ჩვენთვის მთავარი, ესე ვთქვათ, მენეჯმენტის მარიამ, ძალიან დიდი მადლობა. კარგია, რომ ამდენი დაინტერესებული ადამიანის ტენდენცია არის ასეთი, რომ ბევრ სურს რომ ფონდში ჩაერთოს. წარმატებებს გისურვებთ.